მოგესალმებით ყველას ქრისტეს მიერი სიყვარულით. მე დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გახლავართ და დღეს განვიზრახე პირდაპირ ეთერში მოგესალმოთ, მოგიკითხოთ და სასიამოვნო სიახლე გაუწყოთ მათ, ვისაც გიყვართ უფალი ჩვენი ღმერთი, ყოვლითა გულითა, გონებითა და ნებითა და მოყვასი როგორც საკუთარი თავი. დღეს ვიწყებ პირდაპირ ეთერში მიუმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება, ნოსტალგია გააჩნია თავისი ქვეყნის და უნდა რომ ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს საქართველოს მიღმა. არა მარტო ემიგრანტებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, როგორც შესავალში აღვნიშნე, შევახსენო და შევაგონო თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იმარხულოს, როგორ შეიძლება ილოცოს, როგორ შეიძლება უყვარდეს ისე, როგორც ღმერთს ესათნოვება და ის ღვაწლი, რომელსაც თანამედროვე ქრისტიანი მარხვაში აღასრულებს, ფუჭად რომ არ დაიკარგოს. შევეცდები, რომ კვირაში ერთ გზის ჩავწერო პირდაპირ ეთერი, ოღონდ ყველაფერი ჩვენი მომავალი ურთიერთობა მომინდვია უფლისთვის და თქვენთვის. რამდენადაც იქნება მზაობა თქვენს მიერ, იმდენად იქნება ეს გადაცემა საინტერესო. თუ თქვენში იქნება დიდი მონდომება, იქნება თქვენგან კითხვები, რა თქმა უნდა, სასულიერო თემებზე, მე ვარ მზად გემსახუროთ. მე მჯერა ჩვენი მონდომება, ჩვენი წამოწყება შეისხავსო ფრთებს და ჩვენი მომავალი შეხვედრა კვლავ შედგება თქვენგან ველოდების შეკითხვებს და მინდა რომ თქვენმა შეკითხვებმა და თქვენმა მონდომებამ გამოიღოს ნაყოფი. პირველ რიგში მინდა გაუწყოთ, რომ ეს ინიციატივა ჩემი არ გახლავთ. მე ერთი წელიც არ იქნება, რაც სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებულ ჩატში შევქმენი სანუგეშო ერთობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ენატრება საქართველო, ვისაც უნდა რომ იცხოვროს ეკლესიური ცხოვრებით. საკმაოდ ბევრი ადამიანი გაწევრიანდა ამ ერთობაში და ზუსტად მათი სურვილია, რომ გაიხსნას გვერდი სოციალურ ქსელში, რომელსაც იგივე სახელწოდება ექნება სანუგეშო ერთობა ფესვები, გთხოვთ ეს გვერდი მოიწონოთ, ეს პირდაპირი ჩართვა დაიდება ამ გვერდზე. ამ გვერდს ყავს 4 ადმინი და თქვენგან ისინი მიიღებენ შეკითხვას, ყველა შეკითხვას შევეცდები, რომელიც იქნება რა თქმა უნდა საეკლესიო და სასულიერო საკითხებზე, გავცე კომპეტენტური ამომწურავი პასუხი და ასე გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა. პირველი შეკითხვები კი ზუსტად ამ სანუგეშო ერთობის წევრებმა, ასე თქვათ, მომწერეს და მოდით ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ გადავიდეთ შეკითხვა პასუხის გაცემაზე. პირველი შეკითხვა გამოიგზავნა საფრანგეთიდან, ამ შეკითხვის ავტორი გახლავთ გვანცა გელენიძე, რომელიც ბავშვობიდან ჩემი მრევლი გახლავთ, ის ახლა საფრანგეთში მოღვაწეობს, იქ შექმნა მან ოჯახი და აი რას გვეკითხება გვანცა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ემიგრანტებში, რომ თითქოს პატრიარქის კურთხევა არსებობს, რომ გარკვეული შეღავათები მიიღონ ემიგრანტებმა დიდ მარხვაში. შევეცდები, რომ ცოტა უფრო ვცლად უპასუხო გვანცას ამ შეკითხვაზე. ეკლესია მოქმედებს ორი განსაკუთრებული ზრუნვით. პირველი ეს გახლავთ აკრიბია და მეორე გახლავთ იკონომია. რა არის აკრიბია? აკრიბია გახლავთ ზედმიწევნითი დაცვა საეკლესიო წენს განგებულების. ეს იქნება ნათლობა, ეს იქნება ჯვრისწერა და ყველა ის საეკლესიო ქმედებანი, რასაც მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა აღასრულებდეს. ზედმიწევნით ყველაფრის ზუსტად ისე შესრულება,
როგორც განაჩინა წმინდა წერილმა, როგორც განაჩინა მსოფლიო შვიდმა საეკლესიო კრებამ და როგორც გვასწავლიდნენ მოციქულები და მოციქულებრივი მამები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია. მე არ ვიძახი რომ შეუსრულებელი, მაგრამ ყველაფრის ზედმეტევნით შესრულება ცოტა უჭირს თანამედროვე ადამიანს. ამიტომაც არსებობს მეორე, უფრო შეღავათიანი მიდგომა, რასაც ქვია იკონომია. იკონომია აი ჩვენთვის გასაგებ ენაზე შეიძლება ასე გავიგოთ ღვთის ნება, ღვთის განგებულება, ღვთის დაშვება. ანუ როდესაც ადამიანი არის უძლურებაში, როდესაც ადამიანი არის მგზავრობაში, არის თავისი ქვეყნის მიღმა, ან გარკვეული სნეულება აწუხებს და არ შეუძლია ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოს, აი ამიტომ ეკლესიამ განაჩინა იკონომია, გარკვეული შვება, გარკვეული შეღავათი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ მარხვა შეინახოს, მაგრამ ეს მას არ ძალუძს, არ შეუძლია მისდა უნებურად. აი ამიტომ ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, ჩემო ხანში შესულო ქრისტიანებო, მეძუძურებნო, ფეხმს მიდგომილნო, საპყრობილესაშინა მყოფნო, ჟავდებულო და პატიმრებო, სარეცელზე მიჯაჭვულნო, ზუსტად თქვენთვის არსებობს იკონომია. მოძღვართან შეთანხმებაში, პირად მოძღვართან შეთანხმებაში და თუ ასეთი თქვენ არ ყავთ, დროა უკვე რომ ყავდეთ, და ამ შემთხვევაში დროებით შემიძლია მე გაგიწიოთ მსგავსი სამსახური, არც ერთი მოძღვარი თქვენ არ დაგზარდებათ, რომ მოგცეთ გარკვეული შეღავათი, ანუ იკონომია გაგიწიოთ და თქვენ შეძლოთ წმინდა დიდი მარხვის დაცვა. პირდაპირ მინდა შეგახსენოთ, რომ ქრისტიანი, რომელიც არ ინახავს დიდ მარხვას, ის არ შეიძლება იყოს ქრისტიანი. დიახ, არ მოგესმართ, მართლა ასეა. რა თქმა უნდა, გარკვეული შეღავათებით, მაგრამ ყველამ უნდა შევინახოთ დიდი მარხვა. ერთი დღე მაინც კვირაში, ან ორი დღე კვირაში და შეიძლება ითქვას, რომ აი თვეში ორი დღე მაინც ჩვენ უნდა ვთქვათ გარკვეულ ხორციელ სიამოვნებაზე უარი. და ვინც იკონომიას გამოიყენებს და ეკლესიის აი ამ გარკვეულ წყალობას მიიღებს მადლიერების სახით და გარკვეულ შეღავათებს მიიღებს მარხვაში და რძის ნაწარმით ან თევზეულით გაემხსნილებს, მან სამაგიეროდ უნდა სულიერი მარხვა გაამკაცროს და თვალი მოარიდოს სანახაობას, სმენა მოარიდოს გარკვეულ ჭორაობას და უქმეთყველებას, ენა უნდა დაიოკოს განკითხვიდან, არავის ცხოვრებაში არ უნდა ჩაყოს ხვირი და არავის ცხოვრება არ უნდა განაკიქოს, უაზროდ არ უნდა იმოქმედოს და ისეთ ადგილებში არ უნდა მივიდეს, სადაც მისთვის შეუფერებელი იქნება მისი ეკლესიური ცხოვრებისთვის. ასე რომ, ჩემო გვანსა და ყველა ემიგრანტო, გარკვეული შეღავათი არამც თუ პატრიარქიდან არსებობს დედა ეკლესიის წიაღიდან, თქვენ შეგიძლია ეს მიიღოთ მადლიერებით, იმიტომ რომ თქვენ ხშირად უცხო გარემოში იმყოფებით, სადაც თქვენ არ განაგებთ სამზარეულოს და იქაური მასპინძელი დიასახლისი შეიძლება მკაცრად მოგექცეთ, ამიტომ თქვენ არ ახართ დამოკიდებული, არ ახართ თავისუფლები, თქვენ ვერ განაგებთ იქაურობას და ამიტომ შეიძლება გარკვეული შეღავათების მიღება, რა თქმა უნდა, თქვენი სინდისიდან გამომდინარე, მაგრამ სამაგიეროდ ენას უნდა დავაჭიროთ კბილი, არ უყუროთ სანახაობას, არ განვიკითხოთ არავინ და ვიყოთ თავდაბლობით, ვიყოთ ლოცვით, ვიყოთ ფსალმუნებაში, ლოცვების თქმაში და ჩვენი გონება, ჩვენი აზროვნება, ჩვენი სული და გული მიუძღვნათ ღმერთს, როდესაც ჩვენ მხსნილში ღმერთზე არ ვფიქრობდით და ძალიან ხშირად უქმათმეტყველებაში ვიყავით და განკითხვაში, ამაოთმეტყველებაში, აი ეხლა სასურველი იქნება დავფიქრდეთ, ცოტა ხანი გავყუჩდეთ, დავიმდაბლოთ თავით, ჩავიდეთ, როგორც განრღვეული ჩაუშვა 4 მეგობარმა
სახლის სახურავიდან, აქაც სიმბოლოა ის, რომ ის 4 მეგობარი გახლავთ 4 საყარება და ჩვენი თავი გადავხადოთ უაზრო რაღაც დამცავი საშუალებებიდან, გარკვეული ვნებებიდან, გარკვეული მცდარი იდეოლოგიიდან და დიდ მარხვაში მაინც ვიკითხოთ სახარება, დიდ მარხვაში ვიკითხოთ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, რა თქმა უნდა, მოძღვართან შეთანხმებით და რა თქმა უნდა, კომენტარებით. ასე რომ, მე მგონი გასაგებია ეს კითხვა, რომ თქვენ გაქვთ შეღავათი არა მარტო ემიგრანტებს, არამედ მეძუძურებს, ფეხბზმებს, სარეცელს მიჯაჭვულებს ნეულებაში მყოფ ადამიანებს, მსჯავრდებულებს, პატიმრებს, მოგზაურობასაში მყოფებს და სასურველია გარკვეული შეღავათები მოძღვართან შეთანხმებით, რომ და ესა თქვათ განახორციელოთ. მეორე შეკითხვა, ეს არის იტალიიდან თვარისა მოდებაძე, ყველაფერი ღმერთის დებით ხდება სამყაროში? ძალიან კარგი კითხვა თვარისა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ძალიან ხშირად რაც ხდება, ყველაფერს უფალს მიაწერენ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. მე ღმერთის ადვოკატი არ გახლავართ და ვერც ვიქნები, მაგრამ იცოდეთ, რომ სამყაროში ძალიან ბევრი ბოროტება ხდება, მაგრამ ეს ღმერთის ნება არ არის. როგორ შეიძლება, როდესაც ადამიანი კლავს მეორე ადამიანს, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანზე ძალადობს, უყვირის, ეჩხუბება და ჩაგრავს, ეს იყოს ღმერთის ნება. ძალიან მარტივად გეტყვით, რაც არის სიკეთე, რაც არის სახიერება, რაც მოდის ბიბლიიდან და რაც სასიხარულოა, ეს ყველაფერი არის, რაც სულს ესათნოვება და სხეულს ამშვიდებს, ეს არის ღვთისგან, მაგრამ ის რაც არის ცუდი, ღმერთის საწინააღმდეგო, სიძულვილი, ბრისხანება, პატივმოყარეობა, არამარხულობა, შური, ბოღმა და უამრავი რამ, ეს არ არის ღმერთის ნება. ეს არის ეშმაკის ნება, ეს არის ჩვენი დაცემული ნების ნაყოფი. დაიმახსოვრეთ კარგად, არსებობს ღვთის ნება, არსებობს ღვთის დაშვება და არსებობს ღვთის განგებულება. რა არის ღვთის განგებულება? ღვთის განგებულებით იოსები გაიყიდა თავისი ძმების მიერ შურიდან გამომდინარე ეგვიპტეში და იქ ის დიდი ადამიანი გახდა ფარაონის კარზე, ასევე ღვთის განგებულებით შიმშილი ჩამოვარდა ეგვიპტეში სიხმილი და იაკობი თავის შვილებთან ერთად ჩადის ეგვიპტეში და იქ დიდ ერად გადაიქცევა. ეს არის ღვთის განგებულება, წინასწარმჭვრეტელობა, არსებობს ღვთის დაშვება, როდესაც იობზე ღმერთმა დაუშვა ბოროტი სულის გამოცდა და ეს ჩვენთვის საცნაურად, რომ ჩვენ გულისხმავყოთ, რომ გარკვეულ განსაცდელებში რომ ვარდებით, ეს არის ჩვენი სულის და ჩვენი სხეულის წრთობა, რამე თუ ოქრო უნდა ღუმელში გამოიწრთოს და ჩვენ რომ ნუგეში მივიღოთ, წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ჩვენთვის არ უნდა იყოს ახალი განსაცდელი და ღმერთი იმაზე მეც არ დაგვაკისრებს, რისი დამტევიც არა ვართ. ასე რომ ჩემო მთვარისა, დაიმახსოვრეთ კარგად, რომ ყველაფერი ღვთის ნება არ არის, სამწუხაროდ ღმერთი ადამიანის ნებას და დაცემული სულის ნებას თავისუფლებას ანიჭებს, ოღონდ რა თქმა უნდა, თავისუფალი არაწმინდა სული ღმერთის დაშვების გარეშე ღორების კოლჩიც კი ვერ შედის. მას არანაირი უფლებები არ გააჩნია, თუ ჩვენ არ მივანიჭეთ და როდესაც ჩვენ დაუდევრად ვიყენებთ ჩვენს დაცემულ ნებას და არაწმინდა სულს ვაძლევთ ასპარეს, რატო ჩვენ სულზე იმოქმედოს მან, უკვე ეს ღვთისნება კი აღარ არის, ეს არის დაცემული ადამიანის ნების დაუდევარი გამოვლინება და უკვე შემოდის ჩვენ ცნობიერებაში არაწმინდა სული და თავდაყირა აყენებს ყველაფერს. რასაც ღმერთი გვასწავლის და გვარიგებს, სამწუხაროდ არაწმინდა სული პირიქით საწინააღმდეგოდ გვასწავლის ყველაფერს. თუ ჩვენ გვეცოდინება ღვთისნება, განგებულება და დაშვება, გვეცოდინება წმინდა წერილის შინაარსი, ძველი და ახალი აღთქმა, გვეცოდინება
7 სოფლიო კრების დადგენილებები უკვე მარტივად მივხვდებით, რომ რა არის ღვთისნება და რა არ არის ღვთისნება. რასაც ჩვენი სულისთვის მოაქვს სიკეთე და ჩვენი სული იღებს კვებას, იღებს სიმშვიდეს, იღებს სიხარულს და სიყვარულს და სულის ცხონებისკენ წარიმართება, ესე იგი ეს ყველაფერი არის ღვთისნება, მაგრამ თუ ჩვენ ღვთის საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ უფსკრულისკენ, დინებას მივყვებით, ეს უკვე ღვთისნება არ არის, როდესაც გშურს, როდესაც უყოყოჩობთ, როდესაც ბილდ სიტყვაობთ, განვიკითხავთ და ცუდად ვიქცევით, ეს უკვე ღვთისნება და დაშვება არ არის. მე მგონი გასაგებია. შემდეგი შეკითხვა ეკუთვნის ნინო ქსოვრერს, საბერძნეთში მოღვაწეობს ნინო, რას ნიშნავს სულიერი სიმშვიდე და როგორ მოვიპოვოთ იგი. სულიერი სიმშვიდე, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ძალიან იშვიათი პროდუქტი ამ ცისქვეშეთში და სულიერი სიმშვიდე მოიპოვება 9 ნეტარების საფეხურებით. სულიერი სიმშვიდის საფეხური იწყება შემდეგი საფეხურით, შემდეგი სიტყვებით, ნეტარი იყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათა. როდესაც ადამიანი აღიარებს საკუთარ უძლურებას, საკუთარ დაცემულ ბუნებას, საკუთარ სისუსტეს და აღიარებს, რომ მე ვარ გლახაკი და ღმერთო, შენ გარეშე არაფერი არ ძალმიც, აი მაშინ იწყება უკვე უფლისკენ აღმავალი ნეტარებითი აღსვლა და შემოდის სიმშვიდე. რამე თუ ნეტარი იყვნენ მშვიდნი, მათ დაემკვიდრონ ქვეყანა. ადამიანი, რომელიც თავის სულს, თავის გულს, ანუ ბოლომდე მიენდობა ღმერთს, მასში უკვე შემოდის სიმშვიდე. სიმშვიდე ადამიანში დღეს არის დაკარგული. მინდა კრივის მოყვარულებს, მამაკაცებს განსაკუთრებით შევახსენო, გასული საუკუნის 80-იან წლებში ესეთი მაიკლ ტაისონი იყო აბსოლუტურ წონაში მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ძალიან ვიყავი გატაცებული მეც ახალგაზრდობაში ამ ვაჟკაცური სპორტით და როდესაც ის გახდება მსოფლიო ჩემპიონი აბსოლუტურ წონაში 19 წლის ჭაბუკი, რინგზე ადის ჟურნალისტი და ეკითხება ტაისონს, რომ თქვენ ბედნიერი ხართ? ტაისონს შეეჭმუხნება მშუბლი და უპასუხებს, ბედნიერება სული სიმშვიდეა, რაც მე არ გამაჩნია. კარგად დაიმახსოვრეთ, ჩემო ძვირფასებო, შეიძლება მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო, შეიძლება მთელი სამყარო თქვენ გარშე მოტრიალებდეს, შეიძლება ძალიან მდიდარი იყო, ძალიან ცნობადი სახე იყო, მაგრამ შენში არ იყოს სულიერი სიმშვიდე. სულიერი სიმშვიდე ნეტარებების დაცვით და გააზრებით მიიღება. სახარების კითხვით, აღსარებით, ზიარებით, მონანიებით, მეტანოით, როცა შენ მიდიოდი უფსკრულისკენ და შემოbrunდი ღმერთისკენ. როცა იცი რომ შენ ღმერთს უყვარხარ, ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ ყველა ადამიანმა არ იცის ეს. აქ მინდა გაუწყოთ, რომ ყველა ადამიანის ხონება უნდა ღმერთს, ყველა ადამიანის გადარჩენა უნდა და ჭეშმარიტებასა შინა მოსვლა. სამწუხაროდ ქართველებს გონია, რომ მარტო ქართველები უყვარვართ და მარტო ქართველები გადარჩებით. არა, ჩემო ძვირფასებო, ღმერთი ყველა ადამიანს გადაარჩენს, თუ ადამიანები მოვლენ ჭეშმარიტ ამხსარებლობაში, მართლმადიდებლობაში. აი ამ შემთხვევაში გადარჩება ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა ფერის, რა კანის ფერი აქვს, რა ეროვნებას ეკუთვნის, იმიტომ რომ ქრისტეში ელინი, იუდეველი, წარმართი ყველა ერთია, ყველას გვაერთიანებს ერთი რამ. ყველა ადამიანს აქვს ცხონების უნარი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა თავის უფლად აღიარებს იესო ქრისტეს და იტყვის რომ მაცხოვნე უფალო და იტყვის რომ ერთადერთი მესია ცხებული არის განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე, მის გარეშე ვერ ცხონდება ვერავინ ცისქვეშეთში და თუ ჩვენ გვინდა რომ მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და ჩვენში იყოს მშვიდობა, აუცილებლად უნდა ვიყოთ ღმერთთან
უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, როგორც ორლესული מחვილიათა განიწმინდოს და განიკურნოს ჩვენი სნეულებები და ჩვენ უნდა ყავდეს მოძღვარი, თქვათ, აღსარება და მივიღოთ ხშირად წმინდა ზიარება. შემდეგი შეკითხვა გახლავთ რა განსხვავება არსებობასა და ცხოვრებას შორის. ძალიან საინტერესო კითხვა და ამ კითხვის ავტორი გახლავთ ჩემი მეგობარი ზურაბი ზაქარიაშვილი კასპის რაიონიდან, ძალიან წესიერი და კარგი ადამიანი გახლავთ და ნახეთ რა საინტერესო კითხვა დასვა. რა განსხვავება არსებობასა და ცხოვრებას შორის? არსებობენ პირუტყვები, ჩემო ძვირფასებო, და ერთადერთი ადამიანი ცხოვრობს. აი წმინდა მამებზე თქვენ გსმენიათ, წაკითხული აქვთ მათი ცხოვრება და მოქალაქეობა ამა თუ იმ მამის. ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს საეკლესიო მცნებებით, არ ასრულებს უფლისნებას, არ ცხოვრობს სინდისისმიერი ცხოვრებით და თავისი ნება არ დაუმორჩილა უფლისნებას, მას ცაქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად და მარტო იმას ფიქრობს, რომ რითი გამოკვებოს თავისი სხეული და ფიქრობს, რომ ვერ ვიმარხულებ, არ შემიძლია რომ ბილსიტყვაობა მოვიშორო, არ შემიძლია მე რომ არ ვიყვირო, არ შევიგინო და ბილწი ცხოვრებით არ ვიცხოვრო. ასეთი ადამიანები არსებობენ. მათი არსებობა არის ბალახივით, დღეს მწვანეა და ხვალ შეიძლება მალევე გაყვითლდეს და თონეში დაიწვას. ადამიანი, რომელმაც თავისი ნება ფეხქვეშ დაუდო უფალ იესო ქრისტეს, ინახავს მარხვას, აკეთებს სიკეთეს, უყვარს მტერი, უყვარს მოყვარე, არავისი არ შურს, არ ყოყოჩობს, თავისას არ ეძებს და 24 საათი ფიქრობს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე, აბა ყოველ დღეს შევეკითხო ჩემ თავს, მე ვის რა ვარგე. აი ესეთი ადამიანი, ჩემო ძირფასებო, ცოცხლობს. აი ასეთი ხარ, ჩემო ზურა, შენ, რომ 24 საათი ყანაში ხარ, სახლში ხარ, ეკლესიაში ხარ თუ მეგობრებში ხარ, ფიქრობ, ვის რა არგო, ვის რა სიკეთე გაუკეთო. აი ხლა შენ რომ სიტყვა თქვი, ვინმეს გული ხომ არ ატკინე, ვინმეზე ცუდი აზრი ხომ არ გაიფიქრე, ვინმეს მეუღლეს არასწორად ხო არ შეავლე თვალი. აი ასეთი ადამიანები ცხოვრობენ და ლუარსაბები და დარეჯანები არსებობენ. აი ძალიან მარტივად წაიკითხეთ კაცია ადამიანი და მიხვდებით, რომ ეს ადამიანები ძალიან ნაცნობები არიან ჩვენთვის, ესენი არსებობენ და ცხოვრობდა იოანე ოქროპირი, ცხოვრობდა ილია მართალი, ცხოვრობდა საბა განწმენდილი, წმინდა ნიკოლოზი, ყველა წმინდანი ცხოვრობდა და არაწმინდად მაცხოვრებელი ადამიანები არსებობდნენ. ეხლა დასკვნა თქვენთვის მომინდია, არჩევანი ჩვენზეა, არსებობა თუ ცხოვრება? რა თქმა უნდა ცხოვრება. თუ აქამდე არ გიფიქრიათ ამაზე, დღეიდან იფიქრეთ, რომ ჯობია ვიცხოვროთ. ერთადერთი ხილული ქმნილება გახლავთ ვერტიკალური ასება ადამიანი, რომელიც თუ არ იქნება ჰომო საპიენი, თუ არ იქნება ჰომო რელიგიუსი, თუ არ იქნება ეთიკური, თუ არ იქნება იარაღის მკეთებელი და საზოგადოებრივი არსება, ის ვერტიკალურად მოსიარული არსება ადამიანად ვერ ჩაითვლება და ის იქნება, როგორც პლატონი ამბობდა, გონიერი ცხოველი. ამიტომ არჩევანი თქვენზეა, ჩემო ძვირფასებო, მე ვიცი რომ თქვენი არჩევანი იქნება ცხოვრება და დავიწყოთ დღეიდან მარხვით და ლოცვით ცხოვრება. შემდეგი შეკითხვა ეკუთვნის თინათინ ბეზარაშვილს, რომ რატომ უშვებს ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში განსაცდელებს და რატომ არ წყდება განსაცდელების ნაკადი. ძალიან დიდი მადლობა თინათინ ამ შეკითხვისთვის. ეს შეკითხვა ფიქრობ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. განსაცდელი არის ღმერთისგან დაშვებული ჩვენ ცხოვრებაში, რათა ჩვენ
რაღაცაზე მიგვანიშნოს ღმერთმა. მიგვანიშნოს იმაზე, რომ რაღაც არ ესათნოვება ღმერთს ჩვენ ცხოვრებაში, რაღაც ჩვენში არ მოწონს ღმერთს, ეს არის სიგნალი, ნიშანი ღმერთისგან. ეს შეიძლება იყოს ნეულება, ეს შეიძლება იყოს სიღატაკე, უპოვრობა, მეუღლესთან უთანხმოება, საპყრობილე და უამრავი რამ. მაგრამ როდესაც ჩვენი პატრიარქის დარიგება მინდა შეგახსენოთ, როდესაც ადამიანი განსაცდელებშია, ძალიან ბევრი განსაცდელი დაატყდა თავს და იწყებს წუწუნს და ამბობს, რომ როდემდე რა დავაშავე, სად არის ღმერთი, დამეხმარე ღმერთო, წყდება განსაცდელი და წყდება მადლიც. მაგრამ თუ ადამიანი იობივით თავდაბალი ამბობს, ღმერთო, აი ასე არის ეთყობა საჭირო, აქამდე შორიდან მსმენია ღმერთო შენზე და ეხლა გიხილე განსაცდელში და განსაცდელის ქარიშხალში და გვეყოფა მოთმინება, აქავე მინდა დავძინო, რომ მოთმინება კი არ გადაგვარჩენს, ბოლომდის მოთმინება გადაგვარჩენს. მათეს 24 თავში მცირე აპოკალიფსი ქვია ამ თავს, წერია ის კატაკლიზმები, რაც უნდა აღესრულოს ბოლო ჟამს და ეს თავი ასე მთავრდება, ხოლო ბოლომდის მომთმენი გადარჩება. თინათი, მე მჯერა, რომ შენ გადაიტან ყველა განსაცდელს და გადარჩები ამ სოფელშიც და იმ სოფელშიც. ეს იცოდეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ღმერთი იმაზე მეც განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე, ამას პავლე მოციქული ამბობს, რისი გადამტანიც არა ვარ. ეხლა უყურებ მონიტორს და უამრავი შეკითხვები შემოდის, მე მინდა ვთხოვო სანუგეშო ერთობის წევრებს, კერძოდ გვერდის სანუგეშო ერთობა ფესვების ადმინებს, რომ ეს კითხვები დააფიქსირონ, მომაწოდონ და მომავალი მე აქავე გაუწყებთ, რომ ყოველი პარასკევი საღამოს 10 საათი იქნება თქვენთვის ჩართული ლაივი და ყველა ამ შეკითხვაზე, რომელიც ეხლა შემოდის, იქნება პასუხი გაცემული. იაკობის ეპისტოლე წაიკითხეთ თინათინ და ყველა ის ადამიანი, ვინც ეხლა მისმენს და არის განსაცდელში, გთხოვთ, რომ იაკობის ეპისტოლე წაიკითხეთ. იაკობი ხორციელი ძმა გახლავთ უფლის და ის ამბობს, რომ ყოველგვარ სიხარულად მიიჩნიეთ ძმანო, როდესაც მრავალ განსაცდელში ვარდებით. ბერმა პაისმა 90-იან წლებში, როდესაც გაიგო, რომ ექიმებმა დაუდგინეს მათ სიმსივნე, ცეკვა დაიწყო, როგორც იქნა მივიღეო საჩუქარიო ღვთისაგან. როდესაც წმინდა მამები სიმყუდროვეში იყვნენ და არანაირი განსაცდელი არ იყო მათ ცხოვრებაში, ტიროდნენ, რატომ მიგვატოვე ღმერთო, რატომ დაგტოვე განსაცდელების გარეშე. დამერწმუნეთ, რომ ამ აღმართს განსაცდელებით, როგორც დაუშვა ღმერთმა, მოყვება აუცილებლად დაღმართი და თქვენი სული იობივით პოვებს განსვენებას და დასხრება კასკადი ქარიშხლების და სიმყუდროვე დაივანებს თქვენს ცხოვრებაში. აქავე გადლევთ რჩევას, როდესაც დაგატყდებათ მეხი შინ თუ გარეთ, ნეფსი თუ უნებლიეთ, ცოტა ხანი გაჩუმდით, მიდით ხატებთან, დამშვიდით და სიმყუდროვეში, ისიხიაში დაფიქრდით თქვენ განვლილ ცხოვრებაზე. ამა თუ იმ განსაცდელში თქვენი არასწორი ცხოვრებიდან გამომდინარე ხომ არ ჩავარდით. არავის არაფერი განსაცდელში არ დააბრალოთ, თქვით ყოველთვის დიდება შენ და ღმერთო, მადლობა შენ და ღმერთო, იყოს ნება შენი ღმერთო, არა ისე როგორც მე მინდა, არამედ როგორც შეგინდა. გაიხსენეთ გეცემანიაში მაცხოვრის ლოცვა, როდესაც ის ლოცულობს, ოფლი სისხლად გარდაიქცევა, გამოდის და ხედავს რჩეულ მოციქულებს, პეტრეს, იოანეს და იაკობს ჩაძინებულებს, სამგზის შეაგვიძებს და ეტყვით, ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში, სული მხნია, ხოლო ხორცი უძლური. დანარჩენი კიდევ შემიძლია პირადში გიპასუხოთ განსაცდელში ლოცვა და მხოლოდ ლოცვა. საუფლო ლოცვაში ასე თავდება საუფლო ლოცვა, და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ვოროტისაგან. ღმერთს ესმის და ღმერთი ზუსტად მაშინ
მოვა და დაგეხმარებათ, როცა დაინახავს, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ. და როდესაც თქვენ ხედავს მეტი თქვენ ახოვანებას, როგორც ანტონი დიდი საყვედურობს ღმერთს, რომ ქრისტეს, რომ სადიყავი უფალო, მე მთელი დღე ვიგვემებოდი ბოროტის სულებისგან, როგორც კი შენ გაგიჭირდებოდაო შერკინება ბოროტ სულებთან, მაშინვე ჩავერთვებოდიო, უპასუხა იესო ქრისტემ და მე მიხაროდა, როგორი ახოვანებით ერკინებოდიო არაწმინდა სულებს. ასე რომ გამხნევდი თინათინ, ნუგეში ეს არის სულიწმინდის მადლი, მეუფე ზეცათა სული ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა. ვებედროს თმას, რომ მოვიდეს დაემკვიდროს ჩვენ შორის და დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელებისაგან. ლოცვები შეიძლება თუ არა მჯდომარემ წავიკითხოთ. გვეკითხება ამას მარიამ სტურუა. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩემო ძვირფასებო, თუ ადამიანი არის უზრუნველობაში, მან შეიძლება აუცილებლად ჩამოჯდეს, შეიძლება რომ ჩამოჯდეს და ისე ილოცოს. თავარია ლოცვის დროს ყურადღება და სინანული. ორი ფრთა. ეს არის ყურადღებით ლოცვა და სინანულით ლოცვა. აი, როდესაც ადამიანი დგას ტაძარში და ფიქრობს, ნეტა სადმე ჩამოჯდეს, ჯობია რომ მაშინვე ჩამოჯდეს, ვიდრე იდგეს და მთელი ლოცვა ფიქრობდეს იმაზე, რომ ნეტა ეხლა სადმე შეიძლებოდეს ჩამოჯდომა. მეცაც გეტყვით, როდესაც იწყება მწუხრის ლოცვა, დიაკონი ამბობს, აღზდეგი, ესე იგი იყო ხალხი ჩამოჯდომილი, ხომ? ანუ არის ეკლესიაში სკამები, სადაც უძლურებასა შინამყოფი ადამიანები, ასაკოვანი ხალხი შეიძლება რომ იჯდეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ დროს დგებიან და გარკვეულ დროს შეიძლება რომ ჩამოჯდნენ. აი, მაგალითად, სახარება რომ გამობრძანდება და იტყვის დიაკონი, რომ სიბძნით აღემართენით და ისმინე წმინდა სახარება, რა თქმა უნდა, ამ დროს უნდა ადგე, მოისმინო და გარკვეულ მსახურებაზე შეიძლება რომ ჩამოჯდე. თავარი ლოცვის დროს, ჩემო ძვირფასებო, კიდევ ვიმეორებ, არის ყურადღება, რომ გონება არ უნდა გაგვეფანტოს, ჯობია ჩამომჯდარმა ვილოცოთ და მთელი სულით და გულით ვილოცოთ, ვიდრე ვიდგეთ და ფიქრობდეთ, ნეტა როდის დასრულდება ლოცვა, ნეტა როდის მორჩება ეს ყველაფერი, რომ მე ეხლა წავიდე და გავიდე სახლიდან. შემდეგი შეკითხვა გახლავთ საფრანგეთიდან, ჩემი მეგობარი ლუკა ციკლაური გვეკითხება, კათოლიკურ ტაძარში შეიძლება თუ არა ლოცვა და პირჯვრის გადაწერა, როდესაც გავივლით, კათოლიკური იქნება ეს, პროტესტანტული იქნება, მუსლიმანების მეჩეთი იქნება, თუ ასე შემდეგ. ეს შეკითხვა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტისთვის იქნება საჭირო და საცნაური. თქვენ შეგიძლია შეხვიდეთ ნებისმიერ საკულტო ნაგებობაში, ეს იქნება კათოლიკური, ეს იქნება პროტესტანტული, ეს იქნება მუსლიმანური, როგორც საკულტო ნაგებობა და დავათვალიერო, შემიძლია რომ შევიდე და დავათვალიერო, მაგრამ იქ არ შემიძლია, არ მაქვს უფლება ვილოცო, იქ არ შემიძლია წავიკითხო ლოცვები, დავანთო სათელი და რამე ვერტიკალური მსახურება შევასრულო. შეიძლება იქ ვინმეს მივესალმო, გავესაუბრო, როგორც დავით აღმაშენებელი, მოგესალმებათო დავით აღმაშენებელი შედიოდა მეჩეთში, ოღონდ იქ არ ლოცულობდა და იქ პოლემიკა ქონდა მას მუსლიმან მოლებთან, ყადისთან და ისეთ ადამიანებთან, ვისაც ქონდა განათლება. მაგრამ არაინარ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი იქ არ ლოცულობდა, ჩვენ გვეკრძალება სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ვერტიკალური ურთიერთობა. ჰორიზონტალური ურთიერთობა შეიძლება დავეხმაროთ, შეიძლება რაღაც გარკვეული თანადგომა აღმოუჩინოთ, მაგრამ არა მრისხანება, არა ბილსიტყვაობა. შეიძლება პოლემიკაც თუ მათ შეკითხვა დაგვისვეს და გვეკითხებიან ქრისტეს ღვთაებრიობაზე, აუცილებლად უნდა უპასუხოთ. საკმარისი განათლება უნდა ქონდეს თანამედროვე ქრისტიანს, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელთან გაუწიოს აპოლოგია თავის ამხსარებლობას, მაგრამ სხვა რელიგიის, ასე ვთქვათ, საკულტო ნაგებობაში
არ შეუძლია რომ ილოცოს არც პირჯვრის გადაწერა არც ის არის კარგი რომ მე ჩვენ რაღაცა უხეშობა გამოვიჩინოთ რაღაც აპატიეთ და უდიერად მოიხსენიოთ თუ შენი სარწმუნოება შენი რელიგია გიყვარს და შენი ღმერთი გიყვარს შენ ახლა არ ვიძახი რომ პატივი მივაგოთ და მიულოცოთ ასე თქვა ყურბან ბაირამი და რამაზანი ეს ყოლა დაუშვებელია ხაზგასმით აღნიშნავ ხანდახან ეგეთ ლიბერალები და გარკვეული ესეთი ვითომ ძალიან მოაზროვნე ხალხი ულოცავენ ეს ყოლა დაუშვებელია თორე შენ იმ რელიგიის დღესასწაულს ულოცავ რაღაცნაირად უკვე შენ იწონებ თითქოს იმ რელიგიის რაღაც გარკვეულ რიტუალს და ამით არაფერს კარგს არ აკეთებ არ შეიძლება ასეთი რამე მაგრამ არც ზიზღი და არც რაღაც უდიერი მოპყრობა არ შეიძლება აი მაგალითად ოდესაც დაინახა აბოთბილელმა ნერსე ერისთავის ახოვანება მისი სულიერი სიმაღლე მისი თავისუფლება ბორკილებში და საპრობილეში მოუნდა მიეღო ტყვე ადამიანის რჯული ეს ხომ საინტერესოა რა რომ ადამიანმა რომელს დაინახა რომ პატიმრობაში მყოფი იმდენად თავისუფალია სულიერად ახავე დაუძენ ასეთი წარწერა აღმოაჩინეს საკონცენტრაციო ბანაკის კედლებზე პოლონეთში პატიმრების ქრისტიანი პატიმრების ნაწერი რომ ქრისტესთან ერთად საპრობილეშიც თავისუფლები ვართ და ქრისტეს გარეშე გარეთაც საპრობილია ძალიან საინტერესოა აი ეს დაინახა აბოთბილელმა ნერსე ერისთავში და მიიღო ჭეშმარიტი ამხსარებლობა ასე რომ ჩემო ლუკა შენ ვიცი რომ ეს ყველაფერი იცი მაგრამ სხვა ადამიანების გამო შემეკითხე ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ერთხელ დავათვალიეროთ და იქ ლოცვის უფლება პირჯვრის წერის უფლება არ მოუწია ჩვენთვის ეკლესიას შემდეგი შეკითხვა ეკუთვნის ვაჟა ჩხაიძეს თბილისიდან რამდენად მისაღებია სხვადასხვა მამებთან ურთიერთობა აი აქ ცოტა დასაფიქრებელია და რა არის დასაფიქრებელი სამწუხაროდ ასეთი გარკვეული მანია ჭირთ ადამიანებს ხან ერთ მამაოს შეეკითხებიან თუ ისეთი პასუხი ვერ მიიღეს როგორიც მათ აინტერესებს აი ყურის მომქავებელ პასუხზეა საუბარი რომ რაღაც გარკვეული შეღავათები მიიღო რაღაც გარკვეული ისეთი პასუხი მიიღოთ როგორც მათ ესათნოვებათ წავა შეეკითხება მეორე მესამე მეოთხე მამაოს სანამ ისეთ პასუხს არ მიიღებს როგორიც მას მოეწონება ჩვენ უნდა გვყავდეს ერთი სულიერი მოძღვარი და თუ ჩვენი მოძღვარი არ არის ქალაქში არ შეგვიძლია მასთან ურთიერთობა და ფიზიკურად არ იმყოფება ის ქალაქში შეგვიძლია ნებისმიერ მართლმადიდებელ მოძღვართან მივიდეთ ცირი ახსარება უთხრათ და მივიღოთ ზიარება ხოლო რჩევები უნდა მივიღოთ ჩვენი მოძღვრიდან მაგრამ თუ ხედავთ რომ ჩვენი მოძღვარი ხაზგასმით აღნიშნევ მიგვიზღვება ორმოსკენ ბრმა წინამძღოლია და არ გვინდა რომ ჩვენ მასთან ერთად ორმოში ხრამში გადავიჭეხოთ უნდა ავიღოთ კურთხევა და უთხრათ რომ მამაო მე მივდივარ თქვენგან იმიტომ რომ თქვენ არ ქადაგებთ და არ მასწავლით სწორად და ასე ჩვენ ვერ ვცხონდებით ოღონდ მიზეზი უნდა უთხრა არ უნდა გაიპაროთ და მიხვიდეთ სხვა სულიერ მოძღვართან ან თუ თქვენი სულიერი მოძღვარი ვეღარ გაკმაყოფილებთ სულიერად დაბალ კლასებშია შეგიძლიათ მიხვიდეთ უფრო ისეთ მოძღვართან ვინც უფრო ზემო კლასებშია თვითონ სულიერად და დაგეხმარებათ სულიერ განსწავლაში, სულიერ ზრდაში და სულიერ ცოდნის გაფართოვებაში. აქ არაფერი სათაკილო არ არის, შეგვიძლია უთხრათ რომ მამაო, დიდი მადლობა, რაც მასწავლეთ, მაგრამ მე მივდივარ, იმიტომ კი არა რომ აღარ მიყვარხართ, არა, უბრალოდ მინდა რომ ცოდნა გავიღრმავო და შედარებით მეტი განათლების და სულიერების მქონე ადამიანთან მივდივარ. თუ დარჩებით, არც ამაში არ არის არაფერი ცუდი და შეგვიძლია სხვა მამების ქადაგებებიდან მივიღოთ განათლება. სამწუხაროდ, ცოტა ისეთი ფანატიკური მიდგომა იციან თანამედროვე ქრისტიანებმა, ჩემი მამაო თუ არ არის, ვერ ვიტყვი აღსარებას, თუ ჩემი მამაო არ წირავს, მე ვერ ვეზიარები და გონიათ რომ მისი მამაოა მარტო მასხოვნებელი,
მარტო მისი მამაოც ხონდება და მისი წირვა იწირება, ეს უკვე სექტის გამოვლინებაა, ჩემო კარგებო. აი არ შემიძლია სხვაგან დავესწრო წირვას, არ შემიძლია სხვა მამაოს ქადაგება მოვისმინო და მისი ხელიდან ვეზიარო. სამწუხაროდ ხანდახან ზოგჯერ მამებიც უცოდავთ, როცა ვამბობთ, წადი და შენმა მოძღვარმა გაზიაროს, წადი და შენ ტაძარში ეზიარე, წადი შენ ტაძარში იცხე ზეთი, ესეც მკრეხელობაა, ესეც უკვე ჩაკეტილობა და სექტანტობაა. თუ მოვიდა ადამიანი უცხო არა ეკლესია ერთია, 60 ქულუა და წმინდა და საყოველთაოა, უნდა კითხო, ვინ არის თქვენი მოძღვარი? მოგცაშვილო კურთხევა, მოდი და ეზიარე. არ წადი და შენმა მოძღვარმა გაზიაროს, ეს უკვე ძალიან კაცრი და გულქვა ადამიანის ნათქვამია. და ბოლოს მინდა ერთი შეკითხვა კიდე, არ მინდა რომ გადაგღალოთ, დაქავე დავძენ რომ მომავალი ლაივი პირდაპირ ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა, ძვირფასო ემიგრანტებო და ადგილობრივო მართლმადიდებლო ქრისტიანებო, ეს შეკითხვა ეკუთვნის საბერძნეთიდან თეონა ქათამაძეს, შეიძლება თუ არა ასე ვთქვათ კათოლიკე ადამიანთან მეგობრობა. შეიძლება თუ არა ცხონდეს კათოლიკე, პროტესტანტი ან მოუნათლავი ადამიანი. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს ჩემი დადგენილი არ არის, ჩემო ძვირფასებო, ეს არის წმინდა მამათა დადგენილება, ასე ასწავლის სახარება, ეს არის წმინდა გარდამოცემა. თუ შეიძლება სხვაგან სხონება, მაშინ ტყუილად განკაცებულა ქრისტე. თუ შეიძლება რომ მოუნათლავი ადამიანი სხონდეს, მაშინ სულ ტყუილად მოსულა ქრისტე. ძველმა აღთქმამ სხონება არ იცის, არც ელია და ენუქი არასულან იქ, სადაც ავა მართლმადიდებელი ქრისტიანი, საიდანაც გარდამოხდა იესო ქრისტე და გაგვიხსნა ზეცაში კარიბჭე. ჩვენ არ ვიცით სად არის ელია და ენუქი, ცოცხლად არიან ატაცებულები, მაგრამ ელია და ენუქი თუ თასუფეველში არიან, მაშინ ქრისტე ტყუილად მოსულა. თუ მუსლიმანი ცხონდება, მაშინ ქრისტე რატო ეცვა ჯვარს? თუ პროტესტანტი ცხონდება და კათოლიკე ცხონდება და მუსლიმანი ცხონდება, მაშინ მართლმადიდებლობას რა აზრი აქვს და რა საჭიროა? თუ ყველგან არის ცხონება, ეს ეკუმენიზმი და პანეკუმენიზმი, ამას იქადაგებს ანტიქრისტე. მერე მომავალში შევეხები, ვინ იქნება ანტიქრისტე და ბოლო ჟამის ნიშნები რა იქნება, ეს ხო ყველას გაინტერესებთ. დღეს კი ამით მინდა დავასრულო პირდაპირ ეთერი და სასიამოვნო უწყება კიდევ ერთხელ გავუწყოთ, რომ ყოველ პარასკევს საღამოს 10 საათზე მექნება პირდაპირ ჩართვა და თქვენ შეკითხვებს უპასუხებ. მინდა რომ მოიწონოთ გვერდი სანუგეშო ერთობა ფესვები, სადაც თქვენ შეკითხვებს გამოგზავნით და ჩვენი ადმინები თქვენ შეკითხვებს ამოწერენ და გადმოვცემენ მე. ასევე მინდა მადლობა მოვახსენო ყველა სანუგეშო ჩათის ერთობის ახლობლებს, ვინც გაწევრიანებული არიან, მათი წყალობით გამოიცა წიგნი სანუგეშო ჩემი ნააზრევების კრებული. ამ წიგნის შეძენა შეგიძლიათ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. აქ არის ჩემი წყალებში ნააზრევები. დასკვნა თქვენთვის მომინდია შეფასება, როგორ მოგეწონათ, ყველა ნააზრევს თქვენ იცნობთ, ყველა ფაქტიურად ჩემ სოციალურ ქსელში არის გამოქვეყნებული და მინდა გისურვოთ წარმატება. ვისაც მარხვა დაწყებული არ აქვს, გვიან არ არის, შეგიძლიათ დაიწყოთ მარხვა და მარხვა ყოფილიყოს სინანულისა და აღდგომა ყოფილიყოს სიხარულისა.